საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ მოამბეს 20 საათზე. კოლეგებთან ერთად დღის მთავარ თემებს თამთა სანიკიძე და ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი გაგაცნობთ. თბილისის მასშტაბით ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წყდება. გრიპის ვირუსის გამო 72-ით იზრდება იმ სკოლების ჩამონათვალიც, სადაც სწავლა 3 დღით იქნება შეჩერებული. ამ წუთის მონაცემებით გაცდენების მაჩვენებლის ზრდის შედეგად 267 სკოლაა დახურული. ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობის ზრდას სასწრაფო დახმარების სამსახურის სტატისტიკაც ადასტურებს. რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციით მარტო იანვარში 8405 გამოძახება დაფიქსირდა. თითქმის იგივეა თბილისის მონაცემებიც, რაც 2015 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას მკვეთრად აღემატება. გადაწყვეტილება მიღებულია დედაქალაქის 161-ვე ბაღის 3 დღით გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხის გამოიხურება. დღესდილიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასწრების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. დღესდილიდან ცარიელია სკოლების ნაწილიც. დილით განათლების სამინისტრომ 195 სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დღის ბოლომდე ეს ციფრი ქვეყნის მასშტაბით 267-მდე გაიზარდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ გამორიცხული არ არის სხვა სკოლების დახურვის საჭიროებაც დადგეს. რაც ის კვირა დაიწყო, თანათა დაიკლო მოსწავლეთა რაოდენობა. გუშინ უკვე 20%-ს გადააჭარბა, როგორც იყო რეკომენდაცია მოცემული და შესაბამისად დღეიდან უკვე მოსწავლეები სკოლაში არ გამოცხადდებიან. სასწავლო პროცესზე დასწრების მონიტორინგი არის დღის განმავლობაში ორჯერ ორივე წლაში. იმის მიხედვით, როგორი იქნება მონაცემები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. იმ სკოლებში, სადაც გაცდენების მაჩვენებელი ჯერჯერობით 20%-ს არ აჭარბებს, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა გარკვეული წესების დაცვით, რეკომენდაციების საფუძველზე სკოლებში გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხეს სველი დამუშავებითა და დეზინფექციით ებრძვიან. არ არის საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად, ჩვეულებრივად დადიან მოსწავლეები. გუშინის ჩათვლით ჩვენ დასწრება იყო მაქსიმალური. ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 322 ერთეულს აღწევს, თუმცა იზრდება სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი, რის გამოც დამატებით საოჯახო მედიცინის 2 ცენტრი გაიხსნა დედაქალაქში. ეს საოჯახო მედიცინის ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება პაციენტებს. მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ვისახავთ, მიღწეული არის, ანუ ზრდა ვირუსული ინფექციის გავრცელების შეჩერებულია. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთშია, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. ცხელი ხაზი მხოლოდ ქალაქებში მოქმედებს და ისიც ბავშვებისთვის. დანარჩენი მოსახლეობა კი სერვისების არარსებობის გამო იძულებულია თვითმკურნალობას მიმართოს.